ჩვენი მიზანია დავამტკიცოთ, რომ როდესაც საქმე ეხება ინოვაციას და პროფესიონალიზმს, გეოგრაფიული საზღვრები უბრალოდ პირობითია. გამარჯობა, მე ვარ თეიმურაზ ფხაკაძე, დავამთავრე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების სკოლა, რის შემდეგაც სწავლა გავაგრძელე კიუს ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამას. ჩემს მეგობრებთან და თანაკურსელებთან ერეკლე ბერიძესა და ლიზი არეშიძესთან ერთად დავაარსეთ ტექნოლოგიური სტარტაპი Silk Route AI. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით აქტიურად ვიყავით ჩართული და მონაწილეობას ვიღებდით არაერთ საერთაშორისო ფორუმში და ჩვენი გზა იდეიდან განხორციელებამდე დაკავშირებულია შანხაის ხელოვნური ინტელექტის მსოფლიოს საერთაშორისო ფორუმსა და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებულ პრაქტიკულ გამოცდილებაზე. შანხაიში გქონდა უნიკალური შესაძლებლობა ფიზიკურად გაგვეტესტა მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ინოვაციური პროდუქტები და ასევე გქონდა შესაძლებლობა საერთო ენა გამოგვენახა მათ შემქმნელებთან. სწორედ ამ საერთაშორისო ვორქშოპებისა და შეკრებების შედეგად გაგვიჩნდა ამბიციური იდეა, შეგვექმნა ქართული კომპანია, სტარტაპი, რომელიც გლობალურ ბაზარს შესთავაზებდა მაღალ ტექნოლოგიურ სერვისს. საქართველოში დაბრუნებისთანავე დავაფუძნეთ ქართული კომპანია Silk Route AI. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ იყო უბრალოდ სპონტანური გადაწყვეტილება, ეს იყო სწორ აკადემიურ საფუძველზე დაშენებული ინიციატივა, რომელიც უნივერსიტეტში შევიძინეთ. გავაფორმეთ სტრატეგიული ხელშეკრულება ესპანურ კომპანია NatureBrain-თან, რომელიც ამ დარგში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია. რას აკეთებს Silk Route AI? თუ მარტივად ვიტყვით, ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების გამოყენებას ბუნებრივი რესურსების მართვისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების ოპტიმიზაციისთვის. ჩვენი შესრულებული სამუშაო რამდენიმე კომპლექსურ მიმართულებას მოიცავს. მაგალითად, ვახდენთ სატელიტური და გეოსივრცული მონაცემების ავტომატურ მოპოვებასა და დამუშავებას გარემოს სუსტი მონიტორინგისათვის. ასევე ვქმნით ხელოვნური ინტელექტის მოდელებს ტყის ბიომასისა და ნახშირბადის მარაგების პროგნოზირებისათვის. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ პროექტის ფარგლებში ნერგავთ ანალიტიკას, რომელიც რეალურ დროში მოახდენს რისკების მონიტორინგს კონკრეტულ სივრცეებში. ამ პროექტის ერთ-ერთი დადებითი მხარე შეიძლება ისიც იყოს, რომ როდესაც უკვე დავნერგავთ ჩვენს ვებსაიტში live მონიტორინგის რეჟიმს, გვექნება შესაძლებლობა, რომ კონკრეტულ ტერიტორიებზე, მაგალითად, რომელიმე ნაკრძალში, ტყეში, თუ შევხედავთ, რომ ტემპერატურა საგრძნობლად მომატებულია და არ ემთხვევა ისტორიულ მონაცემებს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მაღალი რისკია ხანძრის და მყისიერად მოახდინოთ რეაგირება. ჩვენი პროგრამა ასევე მოიცავს ეკოლოგიური პრობლემების მონიტორინგს და გარკვეული რჩევების მიცემას ამა თუ იმ ორგანიზაციებისთვის, მაგალითად, საქართველოს ტერიტორიაზე რომ განვიხილოთ, შეგვიძლია დავადგინოთ პირობითად 2025 წელს რა რაოდენობის ნახშირბადი და ბუნებრივი რესურსები იქნა გამოყოფილი ჩვენს ტერიტორიაზე არსებული ფლორა და ფაუნისგან და შეგვიძლია ასევე შევადაროთ ისტორიულ მონაცემებს, რომ დავადგინოთ წინსვლა გვაქვს თუ პირიქით შემცირებულია მათი გამოყოფა. რაც დარწმუნებული ვარ, კარგი საშუალება იქნება შესაბამისი ორგანიზაციებისთვის, რომ მყისიერი რეაგირება მოახდინონ ამ პროცესებისათვის. განსაკუთრებით საამაყოა ის ფაქტი, რომ საქართველო უკვე ოფიციალურად მოინიშნა NatureBrain-ის გლობალურ რუკაზე, როგორც ტექნოლოგიური ჰაბი. მიუხედავად იმისა, რომ ახლა საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებთ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია შევიტანოთ ჩვენი წვლილი ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში და შევქმნათ ინოვაციური პროდუქტები ქვეყნის შიგნითაც. ჩვენი მიზანია დავამკვიდროთ საქართველო როგორც საიმედო ტექნოლოგიური ხიდი გლობალურ არენაზე. სწორედ ამიტომ უკვე აქტიურად მუშაობთ კიდევ ერთ სტრატეგიულ მიმართულებაზე, შევიდეთ ჩინურ მასშტაბურ ბაზარზე და მოახერხოთ ამ ბაზარზე პოზიციონირება.